ყველას გამარჯობა ჩემო კარგებო, როგორ ახართ? ძალიან მიხარია რომ ისევ მოვედი თქვენთან და დღეს შესაძლებლობა მეძლება რომ ჩავწერო კიდევ ახალი ვიდეო თქვენთვის. დღეს არის 18 იანვარი. ჩემთვის ძალიან ცუდი დღე. იმ გაგებით რომ მოკლედ დღეს არის დედაჩემის დაღუპვის დღე, 18 იანვარს დაიღუპა დედა. არ მიყვარს ეს დღე, რო არ დაგიმალოთ და აი ამ დღეს, როდესაც დედა გარდაიცვალა, ძალიან ცვლილებები მოხდა ჩემში და თითქოს უცებ დიდი გოგონა გავხდი მახსოვს. ეხლა გადავწყვიტეთ მე და ანდრეასმა რომ გარეთ გავისეირნოთ ანაბელთან ერთად. დღეს არის შაბათი, 18 იანვარი და თან წავიდეთ ლიდლში და გავაკეთოთ აინკაუფენი, რადგან სახლში აღარაფერი აღარ აქვს პროდუქტი. თქვენც ჩემთან ერთად წამოხვალთ, რა თქმა უნდა. ჩვენ წავიდეთ ლიდლში და წავიდეთ ვიყიდოთ რაღაცეები. გინდა წავიდეთ? ჩემი ლამაზი გოგო ვინ არის? კარგად გეძინადე? ანაბელმა წეხან გაიღვიძა და ეხლა გარეთ გამოვედით. წეხან ცოტა მზე ანათებდა. მაგრამ მაინც ძალიან ცივა. მოკლედ მზეს დავსდევთ გერმანიაში, როგორც იტყვიან. კარგით, წავედით. გამარჯობა ბელი, გამარჯობა. ყოჩახტე, კაი გოგო ხარ. Weiter. Brötchen nach, da Brötchen nach. Yep. Diese, die mag ich am besten. Okay. Die auch, aber nicht. Die sehen aber überhaupt nicht dreieckig aus. Ich habe gesagt oval. Rund, aber ein bisschen ovalmäßig. Kostet 49 Cent pro Stück. Kannst du reingucken, ob die gut sind? So, bis hin. Jupp. Sehr gut. Keine Vollkorneier. Einen Nescafé haben wir noch zu Hause. Bällchen, mein Schatz. Leute. Gammajopa. Gammajopa, winky winky. Bella bella. Mein Schatz. Dediko. Ah, gut.
Okay. Bellchen, Annabel, Dediko. Gamitsine de? Belle gamitsine? Gerutuna dedam gulshi. Gute extra Kehre Gold. Okay. Bellchen, Amole, Belle, Annabelle. Belle, Annabelle. როგორ უყურებს ამ რეკლამას კასასთან? Bellchen. Მოვრჩით ახლა საყიდლებს შოპინგს და მივდივართ სახლში. ძალიან ცივა. ანდრიასი ალაგებს, მე ბავშვთან ავარ. და მოკლედ ძალიან ცივა. Guck mal, was du kriegst. Dann ცივა დღეს. საკმაოდ ცივა. Moment. Guck mal, was ich dir gebe. Ja, das kann ich auch mitholen. წავედით სახლში, ხოთე? წავედით? Wir gehen nach Hause. Wir gehen nach Hause. Mhm. Ja? Yep,
Nochmal unten. Über die Ohren. მოკლედ ძალიან ბევრი ხალხი იყო შაბათობით ყოველთვის ასეა. ჯობია შაბათისთვის არ გადადოთ თქვენი აინკაუფენი ლიდლში, სუპერმარკეტში გერმანიაში, მაგრამ დღეს 21 საათამდე მუშაობს, აი ზემოთ ხედავთ. საკმაოდ ახლოა ჩვენგან ლიდლი, სადღაც 10 წუთის გზა ფეხით. მანქანა საერთოდ არ არის საჭირო. დონ. ანაბელი მაკვირდება დედიკო რას აკეთებსო. მოკლედ ჩემ მეუღლეს იმ სიგრძე ფეხები აქვს, კადრში აღარ ეტევა. Das hat sie runtergeschmissen. Belle. Annabelle. Livia. Damiknie dediko ხელი. გამარჯობა. Winky. Bällchen. Amole. 6:15 წუთია და დღემ როგორ მოიმატა. 5-ზე ღამდებოდა ხოლმე. ძალიან ცივა. ეხლა მინდა ჩემი ქურთუკი გამოვიცვალო. წეხან ვიბანავე და ძმები მთლად კარგი მშრალი არა მაქვს. თავზე შემცივდა. ეხლა გამოვიცვლი ჩემ ქურთუკს და მინდა აქ სავაჭრო ცენტრში მარტო წავიდე. ანდრეასი თუ ბავშვს დაიტოვებს. მთელი კვირა თითქმის სახლში ვარ ჩაკეტილი და შაბათ კვირას მინდა რომ დრო ვიხელთო, როცა ანდრეასი სახლშია და ცოტა გარეთ გავიდე და მაღაზიებში რაღაცეები დავათვალიერო. ეხლა ბევრი ფასტაკლებებია კიდე, შობა და ახალი წელი აქ დამთავრდა, არის ფასტაკლებები და ნახოთ რაც მჭირდება, თუ შემხვდა ისეთი რაღაცა, სიამოვნებით ვყიდულობ ხოლმე ფასტაკლებაში. რა ლამაზი რესტორანია აქვე ჩვენთან, ძალიან მომწონს. და აქვე არის ლუდის ფაბრიკა. სადაც ცხოვრობთ, აქ 5 წუთის მოცილებული. ძალიან მომწონს. მერე დედიკო მერე? ოჩახ დედიკო, კიდე იმღერე? იმღერე დედას გული? ენა შეწიე შიგნით და იმღერე? იმღერე დედიკო, იმღერე? იმგელი დედას გული. იმღერე ჩემი ლამაზი გოგო. იმღერე დედიკო? ენა შეწიე შიგნით და იმღერე. ოჩახ ჩემი ლამაზი გოგონა, ოჩახ რა კარგად მღერიდე? მერე? იმღერე დედიკო, იმღერე? იმღერე დედას გული? ეჩენი სიმღერაა ხო? ოჩახ ჩემი ლამაზი. ოი. ეჩხუბები დედას? აი. მერე დედიკო? ოჩახ ჩემი ლამა. ოჩახ ჩემი ლამაზი. ეხლა მოვედით აინკაუფენიდან, ანდრეასი ავიდა მაღლა და აიტანა ყველაფერი რაც ვიყიდეთ და ეხლა ჩამოვა რომ ბავშვის ეტოვილი სატანაში მომეხმაროს, რადგან ჩვენთან სამწუხაროდ სადაც ვცხოვრობთ მეორე სართულზე და ბინაში ლიფტი არ არის და ასე ვწვალობთ სამწუხაროდ და ანაბელს მე დავიჭერ ხელში. ეხლა მე ყველაფერს დავაბინოვებ, ბავშვს დავაბინოვებ, დავუტოვებ მამამის და მე წავალ სავაჭრო ცენტრში. რაღაცები მაქვს შეთვალიერებული და შეიძლება ვიყიდო. მშვიდობიან საღამოს გისურვებთ ყველას. დრო თუ მომეცა, გაჩვენებთ რა შევიძინეთ ლიდლში, რა პროდუქტი შევიძინეთ და რამდენი გადავიხადეთ. თუ ანაბელმა მაცალა.
მოკლედ ახლა შემოვედით სახლში ჩემო კარგებო. სანამ გაჩვენებდეთ თუ რა ვიყიდეთ, რა პროდუქტები შევიძინეთ Lidl-ში, მანამდე, რა თქმა უნდა, ბავშვი ყოველთვის პირველ ადგილზე დგას ჩვენთან და ჯერ ანაბელს ფაფა უნდა მოვუმზადო. ვაჭმევ და შემდეგ გაჩვენებთ თუ რა ვიყიდე. და რა გადავიხადეთ ამ ყველაფერში. ჭამებელედე? ყოჩახ, ჩემი ლამაზი გოგო, დე, კარგი იყო პაპა. კარგი იყო პაპა, ჩემი ლამაზი გოგო. დედას სიყვარული, დედას სიხარული, დედას პაწუაქალი. ვინალი და? ჩემი ლამაზი გოგო ხარ დე? მოკლედ ძალიან მოგშვიდა ჩემო კარგებო და ეხლა გადავწყვიტეთ აი ეს სუში მივირთვათ, რომელიც Lidl-ში ვიყიდეთ. ანდრეასმა უკვე დაიწყო მირთმევა. მხოლოდ ერთი შეკვრა ვიყიდეთ, რადგან რომელიც ჩვენ ვიყარს, აი ეს ორაგულით, რადგან მეტი არ გქონდათ. დედიკო ეხლავე ანაბელმა ფაფა დაამთავრა და მიირთვა. და ჩემო კარგებო გაჩვენოთ თუ რა შევიძინეთ Lidl-ში მე და ანდრეასმა და ანაბელმა. არის ბიოსტაფილო, რომელსაც ყოველთვის ანაბელის ბოსტნეულის ფაფისთვის ვიყენებ. ხარშავ და შემდეგ ვაბლენდერებ. ასევე ანაბელის ფაფისთვის პასტინაკე. ესეც ძალიან მარგებელია ბავშვისთვის. სტაფილოს და პასტინაკეს ვურევ კარტოფილს. ხან ტკბილ კარტოფილს, ხან ჩვეულებრივ კარტოფილს. მე ტკბილი კარტოფილი ერთი ცალი სახში მქონდა კიდე და ისე კარტოფილიც ნაყიდი მაქვს, ასე რომ აღარ გვიყიდია. შემდეგი ვიყიდეთ აი ესეთი კოქტეილ პომიდორი, ასე ქვია. იოგურტი, რომელსაც ასევე ანაბელი ძალიან გემრიელად მიირთმევს ყოველ დღე, შუა დღისას, როდესაც გაიღვიძებს. მიირთმევს იოგურტს ხილის ფაფასთან ერთად და ძალიან უყვარს. მხოლოდ თეთრ იოგურტს ვაჭმევ. ეს არ შეიცავს არანაირ შაქრებს და ხილის ფაფასთან ერთად. აი მაგალითად გავუხეხავ ვაშლს, ბანანს და ასე შემდეგ ის ხილი, რომელიც ეჭმევა. ან ხანდახან აი ასეთი ხილის ფაფასთან ერთად ვაძლევ. აქ არის ბანანი და ვაშლი, რომელიც შეიძლება 5 თვიდან და აი ამ ერთსალ იოგურტს გაურევ ხოლმე ხილის ფაფას და გემრიელად მიირთმევს ანაბელი, ძალიან უყვარს. ესე იგი, ეს 2 იოგურტი, 2 შეკვრა, თითო შეკვრა იოგურტი, აქ არის სულ 600 გრამი, თეთრი იოგურტი და ღირს 99 ცენტი. ვიყიდეთ 2 ცალი, ვიყიდეთ ორაგული, ეს 10 евро ღირს და არის 4 ნაჭერი შიგნით. ეს არ არის ბიო ორაგული, არამედ ჩვეულებრივი ორაგულია. ამას დღეს გავაკეთებ. ახალ ორაგულს როცა ვყიდულობთ, ეს ყველაზე დიდი 2 დღე და მე უკვე აღარ ვარქა. ასე რომ გუშინ ვიყიდეთ და დღეს აუცილებლად სადილად უნდა გავაკეთო ორაგული ჩვენთვის. ძალიან გვიყვარს და კვირაში ერთხელ მე ყოველთვის მივირთმევ ორაგულს, რადგან ვარ ვეგეტარიანელი და აუცილებელია ორაგულის ომეგა-3 და 6 ცხიმები ჩემთვის. ჭხილები დამატყდა და მოვიჭერი, ნახეთ, სულ დამატყდა. მიუხედავად იმისა, რომ ეველაინს ხმარობ. ეს ცოტა გადახვევა. აი ეს კრევეტები შევიძინე, 2 ცალი, 100 გრამია და ძალიან გემრიელია, ოდნავ 5 წუთი ტაფაზე შემწვარი. ადრე მართალი გითხრათ, მე კრევეტები არ მიყვარდა და არ ვჭამდი, მაგრამ ფეხმძიმობაში ძალიან შემიყვარდა. თითქმის ყოველ მეორე მესამე დღეს ვჭამდი და მოკლედ კარგათაც მერგებოდა, არ ვაღებინებდი. და მოკლედ მას მერე შემიყვარდა. 2 ცალი კრევეტები წამოვიღეთ. ორაგულს ნაღების სოუსში ვაკეთებ ძირითადად და ეხლა წამოვიღე ვეგანური ნაღები, რომელიც არის შვრიაზე დამზადებული და არანაირ რძეს არ შეიცავს. ეს მომწონს ძალიან. არის ასევე სოიოსი, რომელიც DM-ში იყიდება და ხან შვრიის ნაღებით ვამზადებ ორაგულს და ხან სოიოს ნაღებით, ხან კიდე ჩვეულებრივი ნაღებით. ეხლა წამოვიღე აი ეს შვრიის ნაღები, ძალიან უხდება და არ შეიცავს ცხოველურ ცხიმებს. ვიყიდეთ ასევე ბიოკვერცხი, 10 ცალი.
ასევე ბურატა, რომელიც ძალიან მიყვარს, ეს იტალიაში ჩემდასთან როცა ვიყავი, მაშინ გავსინჯე და მის მერე ძალიან მიყვარს და არ ვიცოდი თუ აქ სუპერმარკეტში შეიძლებოდა ამის ყიდვა, რევეში ვიყიდე და არ მომეწონა, მაგრამ ლიდლისა და ალდის ბურატა ძალიან გემრიელია და ეს ღირს 2 ევრო თითო ცალი. შევიძინეთ 3 ცალი, მაგრამ 1 უკვე მივირთვით. ამ ვიდეოს ჩაწერა გუშინ საღამოთი მინდოდა, მაგრამ არ მოხერხდა და ვწერ მეორე დღეს, ამიტომ გუშინ 1 ცალი უკვე მივირთვი. ბურატა ანდრიას არ უყვარს, მე მივირთმევ ხოლმე და ცოტას ანაბელსაც ვაჭმევ ხოლმე, რადგან უყვარს. შევიძინეთ ასევე ეს კერიგოლდის კარაქი. უნგეზალცენ ნიშნავს, რომ არის უმარილო, მე მარილს ძალიან ვერიდები და ვიცი რომ არ არის ჯანმრთელობისთვის კარგი და ყოველთვის უმარილო კარაქს ვყიდულობთ ხოლმე. შევიძინეთ ასევე ჰალუმი ყველი, რომელიც ტაფაზე უნდა შეიწვას და არის ძალიან გემრიელი, კარგი ხანი აღარ გვიყიდია. ეს ლიდლს და ალდის და რევესაც აქვს და ძალიან მომწონს. მე როგორც იცით ვარ ვეგეტარიანელი და ხანდახანა ესეთ ვეგანურ ძեղს სიამოვნებით მივირთმევ. ეს არის ვეგანური მორტადება და ძალიან გემრიელია პურთან. ასევე ვიყიდეთ ეს 1 ცალი. ერთია ესეთი ყველი წამოვიღეთ. ხო, 4 ცალი ბროთშენი ვიყიდეთ კიდე, რომელიც გუშინ მივირთვით და ვიყიდეთ ასევე სუში 1 შეფუთვა. ის ჩვენ რომელიც გვიყვარს, მხოლოდ 1 ცალი იყო და ამიტომ თორე 2 ცალს ვიყიდით. და ისიც უკვე გუშინ საღამოს მივირთვით, ლიდლიდან რომ მოვედით, საკმაოდ მოშიებულები ვიყავით მე და ანდრიასი და მივირთვით, სუშიც მივირთვით. ასეთი კოსმეტიკური ხელსახოცები 2 ცალი, ეს და ეს. კიდევ შევიძინეთ ეს ყურის ჩხირები. აი ესა. ასევე აი ეს სამზარეულოს ქაღალდი. მოკლედ სულ ეს იყო ჩემოკარგებო, ჩვენი გუშინდელი შეძენილი პროდუქტი და ამ ყველაფერში გადავიხადეთ. ეხლა გადაჩვენებ თუ რა გადავიხადეთ ამ ყველაფერში. აი ეს არის ლიდლის ჩეკი და ამ ყველაფერში გადავიხადეთ 47 ევრო და 17 ცენტი. არ ვიცი ეს ბევრია თუ ცოტა. საკმაოდ გაძვირდა გერმანიაშიც პროდუქტები, ადრე 60 ევროთ უფრო მეტ რაღაცა შეიძენდა ადამიანი, მაგრამ ვფიქრობ რომ მაინც არაფერი გვაქვს საწუწუნო. მოკლედ მე აქ დაგემშვიდობებით. იმედია მოგწონთ ამ სახის ვიდეოები, მე ძალიან მიყვარს ასეთი სახის ვიდეოების ყურება და მოკლედ მომავალ შეხვედრამდე. ყველანი ძალიან მიყვარხართ, თქვენი მაკა დროებით.